საჯარო სასახურის შესახებ კანონში დაგეგმილი ამ ცვლილებებით ხელისუფლება არა მარტო უარსამოს ევროკავშირთან შემდეგ ინტეგრაციას და ასე შემდეგ, არამედ თვითონ ასოცირების ხელშეკრულებიდანაც კი გამოდის და თუ უვიზო მიმოსვლა მართლა გაგვიქმნა ერთ-ერთი მიზეზი ეს კანონი იქნება ზუსტად რომელიც ამ არალეგიტიმურმა პარლამენტმა მიიღო. ეს კანონი ეს ცვლილებები საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ამბობს რომ ესე იგი უფროს შეუძლია რომ თავისი ხელფასის დასაქმებულის ხელფასის მეხუთედი ჩამოაჭრას 6 თვიდან 1 წლამდე უფრო დიდი ხნის ვადით თუ რაღაცა არ მოეწონა. გათავისუფლება შეუძლია საჯარო მოხელის იმ შემთხვევაში თუ არ მოეწონა და ასე შემდეგ. უმარტივესი ხდება რეორგანიზაცია, არამედ რეორგანიზაციის საბაბით ადამიანების გაშვება და საბოლოო ჯამში საჯარო სამსახურს მთლიანად ეს კანონი უქვემდებარებს არ საჯარო ინტერესს, არ მოსახლეობის ინტერესს, რისთვისაც უნდა მუშაობდნენ საჯარო მოხელეები. არამედ უქვემდებარებს პარტიულ ინტერესს. ეს პირდაპირ ამბობს პარტიულ თანამდებობის პირებს საჯარო მოხელეების თანამდებობის ვადას. ეს არის დაქვემდებარება მთელი ამ საჯარო სამსახურის მოსამსახურეებისა და პარტიული ინტერესისადმი. მეტი ამას არაფერი არ ქვია და ზუსტად საჯარო მოხელეებმა ეხლა უნდა ამოიღონ ხმა, სანამ შესაძლებელია რომ გადავარჩინოთ ეს ქვეყანა და ესეთი კანონების მიღება შეწყდეს. თორემ შემდეგ იმათაც კი ვინც ახლა გაჩვენებულები არიან გაუშვებენ სამსახურიდან, რათა კიდევ უფრო ერთხული და რაღაცა ლაქია პარტიის ლაქია ადამიანები მიიღონ მათ ნაცვლად.